საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. რა შედეგები მოიტანა ორთვიანმა უწმედმა პროტესტმა და რატომ რჩება ისევ გამოსავლად მასშტაბური საპროტესტო აქციები. თემაზე სტუმართან ძლიერი საქართველოს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრე მიქაუტაძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამომშვიდობისა ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა რომ სტუდიაში მობრძანდით და გადაცემის სტუმარი ხართ. საღამომშვიდობის, მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ალექსანდრე, უკვე 2 თვეა უფრო მეტი 63 დღეა ქართველი ხალხი უწყვეტი პროტესტის რეჟიმში აპროტესტებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ გვამცნო, რომ შეჩერდა ევროინტეგრაციის პროტესტი და მოითხოვენ ასევე პოლიტპატიმრების იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომელიც ამ უწყვეტი აქციების დროს დააკავეს. რა შეცვალა ამ 2 თვემ? აი თუ შეიძლება მოკლედ რომ ვთქვათ, რა შედეგები დადო ამ უწყვეტმა პროტესტმა? მოგესალმებით კიდე ერთხელ, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. უწყვეტი პროტესტის ნაწილში გეთანხმებით, თუმცა პროტესტი იქვე იქნა გამოხატული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, როგორც კი ისე რომ ვთქვათ, ოქტომბრის არჩევნები დამთავრდა. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური აქცია იყო ქვეყანაში, შემდეგ კი ეს გაგრძელდა პროტესტით, რომლის შესახებაც თქვენ უკვე ვისაუბრეთ. რა ვითარება გვაქვს, რა მოცემულობაა დღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ ხნის განმავლობაში. ასეთი რამ მოხდა რა, ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას, დე-ფაქტო ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია. ის არ არის აღიარებული, არჩევნები, რომელიც მათ ჩაატარეს, არ გახლავთ აღიარებული, ეს გახლდათ სპეცოპერაცია, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევებით. აი შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, ალბათ მთელი დღის განმავლობაში შემიძლია წარმოგიდგინოთ არაერთი დასკვნა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ჩვენ ვუყურებთ დღეს პარლამენტს, რომელიც გახლავთ ერთპარტიული, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება აქვს წარმოდგენილი. მათ ვერ მოახერხეს ამ ხნის განმავლობაში რომელიმე მხარე დაეთანხმებინათ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია მიეღოთ. პოლიტიკური პარტიები ვერ დაითანხმეს პარლამენტში შესვლაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და პოლიტიკოსებისგან ყოველდღიურად ვისმენთ უმწვავეს განცხადებებს საქართველოს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები გახლდათ გაყალბებული, მანიპულირებული. არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რომელზედაც სხვათაშორის დღეს აგერახა პასეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აპელირებენ, რომ თითქოს და 1,100,000 ადამიანი რომელმაც ქართულ ოცნებას ხმამის. არჩევნები კიდე ერთხელ ხაზგასმით. არანაირ 1,100,000-ზე არ შეიძლება იყოს საუბარი. არჩევნები გახლავთ გაყალბებული. აი ამ შედეგების გარდა, რაც მსოფლიომ გაიგო ამ უწყვეტი პროტესტიდან, ამ ყველაფერს მოყვა შედეგად კიდევ სანქციებიც. დიახ, სანქციები, მოდი ახლა ვითარება ასეთი არის რა. ვითარება ასეთი გო. ჩვენ 2 დღე ამჯელობთ მაგალითად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე, შესაძლო გადაწყვეტილებას, მოდი ესე დავარქვათ. ვიცით რომ 2 ვარიანტია აქ, არც ერთი არ მოწონს ქართულ ოცნებას რა. ერთ შემთხვევაში მათ საერთოდ შეუწყდებათ უფლებამოსილება და ხმის უფლება, საერთკენჭის მონაწილეობით და ზოგადად ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება. დიდი ხანია ეს ორგანო არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, სადაც 46 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები არიან წარმოდგენილი და რა ვიცი, ევროსაბჭოს წევრი გარგახანია, რომ ვართ და კიდე ერთი დეტალზე შეიძლება გამახვილდეს ყურადღება, მაგრამ ჩვენს ტელემაყურებელს მინდა უთხრა, რომ აქ საქართველოს წარმომადგენლობა შესაძლოა არ ეყოლოს. არა ეს ორგანო, რომელიც ღებულობს, მსჯელობს და განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს ევროპაში მიმდინარეს, აძლევს რეკომენდაციებს არაერთ ევროპულ სტრუქტურას და ღებულობს გადაწყვეტილებებს.
მათ შორის რეკომენდაციებს, რომელიც სავალდებულო შესასრულებელი გახლავთ. მეორე ვარიანტი გახლავთ დათქმით, არც ეს არ მოწონს ქართული ოცნების წევრებს. დღეს ვისმენთ განცხადებებს გუშინ და დღეს ქართული ოცნების წევრებისგან, რომ აქ არანაირი დათქმები შეიძლება. კი ბატონო, უარი განაცხადეს. ისევ აპელირება მილიონ 100,000 ამომრჩეველზე და ასე შემდეგ რა. დათქმები, სადაც საუბარი არის ნორმალური, გასაგებად რო ვთქვათ, კონკურენტული თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე, ხელახლა ჩატარებაზე და გაზაფხულამდე არჩევნების ჩანიშვნაზე, ბანჩენი რა ვიცი, იქით უნდა წავიდეს ყველაფერი, მოვლენები უნდა განვითარდეს იქეთკენ, ნორმალურად არჩევნები ჩატარდეს, ხელისუფლება შეიცვალოს, რა ვიცი, თუ აქვთ ეს ნდობა, ამ ნდობასთან დაკავშირებით, გამოხატული 1,200,000 ამორჩეველთან დაკავშირებით. რავი, რას აკეთებს ოპოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა დღემდე ითხოვს ქართული ოცნებისგან უბრალოდ ამ ამბავში ჩაგვახედეთ. აი ეს აპარატები და ესენი რომ თავი მოუყარეს და პროკურატურაში განათავსენ. ხო, რა ვიცი, თუ კარგები არიან და თუ მართლები არიან, რა უდგას წინ კომისიის მეშვეობით ამის გახსნას და ნახვას, მაგრამ თაღლითები არიან. ბატონო ალექსანდრე, თქვენ საუბრობდით ახლა სანქციებზე და რაღაც დათქმებზე და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს უпростоრად ამ პროექტს მიიღებენ არ მიიღებენ. მაგრამ აქვე მინდა გკითხოთ, ეს სანქციები იზოლაციაში ხომ აქცევს ქართულ ოცნებას და ამასთან ერთად იზოლაციაში ხვდება ქვეყანაც. და როგორ ფიქრობთ, გაუძლებს თუ არა ვთქვათ ამდენ იზოლაციას, ეკონომიკურ კრიზისს, რასაც ეკონომისტები გვიწინასწარმეტყველებენ, საქართველოში მოსახლეობის საშუალო და დაბალი ფენა? იზოლაციისთვის ქართული ოცნება ემზადება კარგი ხანია. მოდი ამით დავიწყოთ რა და ხაზგასმით ავუნიშნოთ. არაერთი ცვლილება კანონმდებლობაში, არაერთი მიმართულებით, რომელიც მათ გაანახორციელეს, ოფშორების კანონით, რაღაც ფარცხალაძის ნაირი ადამიანების, რომლებიც აშკარად რუსულ ფსბ-ს, რუსულ სპეცსამსახურებს ემსახურებიან, ამ ადამიანებისთვის ყველანაირი ხელშეწყობით. ეროვნული ბანკის შესახებ გადაწყვეტილებებით, შრომის კოდექსში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ კოდექსში, სისხლის სამართალში, რა ვიცი, ყველა სასამართლოების მიმართ დამოკიდებულებით. დიდი ხანია, წლებია, მეთოდურად, რუსული კანონით და რომელი ერთი ჩამოთვალო, ქართული ოცნება მეთოდურად ემზადება იზოლაციისთვის. მინდა ჩვენმა თანამოქალაქეებმა რა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩემი მოგრძალებული აზრი ამასთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ იცოდნენ, რომ ქართული ოცნება შეგნებულად, მიზანმიმართულად ეკონომიკური სიდუხჭირისთვის, სამოქალაქო დაპირისპირებისთვის და არამშვიდობისთვის, რაზედაც ისინი აპელირებენ, ემზადება კარგი ხანია, რა ვიცი, მე მგონი ბიზინა ივანიშვილმა უკვე დღეს ქვეყნდება, რომ რამდენი კომპანია გააკეთა ოჯახმა ამ დღეების განმავლობაში და ოფშორებიდან დაიწყენ გადმოტანა საკუთარი ქონების და რესურსების, თუ ბიზინა ივანიშვილის წრის კაცის, ბაჩიაშვილის, რომელსაც ახლა ის სასამართლო გზით ედეება, მის დასკვნებს დავეყრდნობით, ოფშორების კანონით მარტო ბიზინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ 400 მილიონი დაემალა, 400 მილიონის გადახდა თავიდან აეცილები. ერთადერთი რისთვისაც ისინი ზრუნავენ, ეს არის საკუთარი კეთილდღეობა. კი ბატონო. სანქციები. მოდი გუშინ იყო განცხადება არაერთი და ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოხდა მაგალითად იგივე გუშინ საღამოს ნახეთ ჩვენ პოლიტიკოსები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ბატონი ხაზარაძის აქ არის საუბარი პერსონალურ სანქციებზე და ბიზინა ივანიშვილის მაცოცხლებლებზე. ერთ-ერთი სურვილი რაც შეიძლება ოპოზიციას ამოძრავდეს, ეს არის ქვეყნის გადარჩენა, ეს გახლავთ სწორედ ის, რომ საერთოდ არ გაქრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ის საშუალო ფენა, რომლის, არის თუ არა, კიდევ საშუალო ფენა ქვია თუ არა, ასე რომ ვთქვათ, იმ ფენას, რომელიც
მხოლოდ რა ვიცი რაღაც საკვებით და რა ვიცი გვამადლიან ახლა რომ 50 წლის და ბოლო 13 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა რომ ვიღაც ადამიანებს რაღაც მეორადი ავტომობილი ეყიდათ 10 და 15 წლის რა ეს ეგრეთ წოდებული საშუალო ფენა გაქრეს ამისთვის ემზადება ქართული ოცნება აღარაფერს ვამბობ იმ 100,000-ობით ადამიანებს რომლებიც რეგისტრირებ ადამიანზე და იმ მილიონზე მეტ ადამიანზე მსურველზე იყოს ამ ბაზაში წარმოდგენილი რომელიც აუცილებლად კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება რა და პერსონალურად აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას რა დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას რა არ იქნება ალექსანდრე როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა ეხა ამ ეტაპზე ოპოზიციის უფრო მეტი ერთობა ერთობაზედაც არის ხშირად საუბარი ერთობაზე მრავალფეროვნებით მინდა ხაზგასმით ეს აღნიშნო რა ну ისეთ გარემოში ვიცხოვრეთ დაახლოებით 7 წლეულის განმავლობაში მენტალურად ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის და შეულებრივი ამბავი გახლავთ ამაზე იყო მთელი წლეულების განმავლობაში რაღაც ლიტერატურაში აქცენტები ფილმებში რაც შორის რუსულში რომელიც ძალიან უყვართ ამათ თუმცა ობიექტური აქცენტები მრავალფეროვნება რას წარმოადგენს და გვავიწყდა რა და თითქოს ეს იდენტობისთვის საფრთხე არის ამას წარმოადგენს ქართული ოცნება როგორც საფრთხეს სუვერენიტეტზე საუბრობენ აი აუცილებლად ერთობა მნიშვნელოვანია ოპოზიცია ამბიციით შექმნილი იყო კოალიციური მთავრობა გაცილებით მე ამას ჩემი პოზიციიდან და ჩემი გადასახედიდან ვიტყვი გაცილებით მეც უნდა აკეთებდეს დიახ და ერთობა მნიშვნელოვანია ერთობა კიდევ ერთხელ მრავალფეროვნების დაფასებით რა ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას და ჩვენს კოლეგებს პლატფორმა შესაბამისი როგორ უნდა მომხდარიყო ესა და გარდა იმისა რა სამუშაოსაც წევს ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე კი ბატონო თუ ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანია იყოს მეტი კონსულტაცია მეტი ინკლუზია იმისათვის რომ გაცილებით ქმედითი და ეფექტური იყოს ოპოზიციის ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ეს აუცილებლად ხაზგასმით რა. ბატონო ალექსანდრე, დაგემშვიდობებით კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ძალიან ხშირად ისმის უკვე ყველგან შეკითხვა აღნიშნული მდგომარეობიდან, იმ კრიზისიდან, იმ ვითარებიდან, რაც ამ წუთას საქართველოში ხდება. გამოსავალს რა შეხედავენ ოპოზიციის ლიდერები, ის ადამიანები, რომლებსაც ვთქვათ, ლიდერების პოზიცია უჭირავთ, გონიერი ადამიანები, ყოველთვის ყველგან არსებობს ერთი პასუხი, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ისევ არის უფრო მასშტაბურ პროტესტში. თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? რა არის, იცით? მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება შეგნებულად და მიზანმიმართულად ბოლო წლების განმავლობაში დეზინფორმაციით, შუღლის გაღვივებით არაერთი манипуляციით ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას. მშვიდობა რა არის თანაცხოვრების ფორმა, თანაარსებობის ფორმა არის. როცა დაცული არის საზოგადოების ყველა წევრის უფლება და ამ უფლებების რეალიზება არის შესაძლებელი. ამოვიდეთ აქედან. ამას ცდილობენ ესენი საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩვას, ტყუილით, დეზინფორმაციით და ბოროტებით და მანკიერებით. ამოსავალი და გამოსავალი ასეთ ვითარებაში გახლავთ და დემოკრატიულ საზოგადოებაში გახლავთ ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები. თუმცა ქართული ოცნების არაადეკვატურობის გათვალისწინებით. პროტესტი უნდა გაგრძელდეს უწყვეტად თანამშრომლობა ზრუნვა იმისათვის რომ ერთობით მოხდეს ესა
ქართული საზოგადოების ერთობით აქ, რა ვიცი, ნებისმიერი აქტივისტი, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი, რომელიც იზიარებს და თამამად ეს ქართული მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის. იზიარებს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა. იმას რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ადამიანები უნდა იდგნენ ერთად პირველი და უმთავრესი და უპირველესი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი. კი ბატონო, ესე იგი გამოსავალი ისევ არის უფრო ძლიერ და მასშტაბურ პროტესტში. დიახ, პროტესტი, თანამშრომლობა, რაც შეიძლება მეტი ინკლუზია, რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ამ ადამიანებს არაადეკვატურ სუბიექტებს, რა ზოგჯერ მიჭირს ხოლმე ისინი მოიხსენიო როგორც ადამიანები, ზოგიერთი ქართული ოცნების მესწრეულს როცა აკვირდები. ადამიანი და ამომრჩეველი, დიახ, ამათ უნდა გავაგებინოთ კიდე ძალიან უჭირთ გაგება, ეს არ არის მათი ძლიერი მხარე, უნდა გავაგებინოთ, რომ სამოქალაქო მშვიდობისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის გამოსავალი არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ტელემაყურებლებს შევახსენებ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ალექსანდრე მიქაუტაძე, ძლიერი საქართველოს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი. მადლობა რომ გიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.